ოკუპირებული აფხაზეთი დიდი არეულობის ზღვარზეა. ოპოზიციის ულტიმატუმი ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს. თუ 2 კვირის განმავლობაში ასლან ბჟანი ეგრეთ წოდებულ მინისტრთა კაბინეტს არ დაითხოვს, მაშინ პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები დიდ პროტესტს აანონსებენ. ულტიმატუმის პირობების ჩამონათვალშია იმ შეთანხმების უკან გამოთხოვა, რომელიც ბიჭვინთის ობიექტების რუსეთისთვის გადაცემას უკავშირდება. დაურბუავა სოხუმიდან თბილისში საცხოვრებლად ახლახანს გადმოვიდა. ყველაზე კარგად იცის, რას ფიქრობს ხალხი ოკუპირებულ რეგიონში. გვიყვება, რომ სახალხო მღელვარება უკვალოდ ვერ ჩაივლეს. რაც ადრე ხდებოდა აფხაზეთში, ამაზე არავინ საუბრობდა. ახლა როგორც ჩანს, ხალხს და ოპოზიციასაც მობეზრდა ამ კრახის ყურება, უფულობის და სიღარიბის, რომ აფხაზეთი მთელი მსოფლიოსგან ჩაკეტილია. ფიქრობ, რომ დიდი საპროტესტო ტალღა დაიწყება ახლა, რასაც მასშტაბური აქციები მოყვება. ფიქრობ, რომ აფხაზეთიდან აკვირდებიან საქართველოში სიტუაციას, რომ როდესაც რამე არ მოსწონს ხალხს, ყველა ერთად გამოდის და იწყება ცვლილებები. ქართველმა ახალგაზრდებმა ჩემი აზრით მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ აფხაზ თანატოლებს, რადგან იქ ყველა ახლა ძალიან დაშინებულია.